ნებისმიერი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია, რომელიც გვეუბნება, რომ რაღაცა იმიტომ გავაკეთეთ, რომ დასავლეთმა ესე გვითხრა, ან ჩრდილოეთმა ესე გვითხრა, ეს პოლიტიკური პარტია თავისთავად არ ატარებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს. გამომდინარე იქიდან, რომ მათი ლეგიტიმაციის წყარო უნდა იყოს ის, თუ რას ითხოვს ქართველი ხალხი და ლეგიტიმაციის წყარო უნდა იყოს ის, რა სჭირდება ქართულ ხალხს. და არა ის, რომ ოცნება გვეუბნება, რომ რადგან ბრიუსელში ასე არის, ესე უნდა მოვიქცეთ. სალომე ზურაბიშვილი და ნაცები გვეუბნებიან, რომ ვიღაცა ლიტველმა და მეხუთე ხარისხოვანმა რაღაცა სკანდინაველმა პოლიტიკოსმა ასე თქვა და ამიტომ ეს ასეა. ამ ჩაკეტილ წრეს და ამ კოლონიურ თავს მოხვეულ პოლიტიკას უნდა გავექცეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თუ გვინდა გქონდეს სახელმწიფო, ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს. ჩვენი ლეგიტიმაციის წყარო არის ხალხი. ოღონდ ამას არ ვამბობ პოპულისტურად. მაგრამ თუ ხალხი ჩვენი ლეგიტიმაციის წყაროა, პირველ რიგში ჩვენი ლეგიტიმაციის წყარო არის მშრომელი ხალხი, რომლის კისერზეც დგას ეს ქვეყანა. ნაცვლად იმისა, რომ აქ მოხდეს განვითარება, აქ შეიქმნას საწარმოები, ქართული ოცნება და ოპოზიცია აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ახალგაზრდები, თუ არა ახალგაზრდები, წავიდნენ ემიგრაციაში სამუშაოდ და პერსპექტივა აქ არ იყოს. და სუვერენულობაზე საუბარი ვერ იქნება ნამდვილი, თუ ამას არ მოყვება ეკონომიკური და შემდეგ სოციალური კეთილდღეობა და განვითარება. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ აგვეუბნებიან, რომ რადგან უცხოეთშია ეს არის უკეთესი, ეს არის ტყუილი. ეს კომპლექსი და ეს პერიფერიული, კაპიტალიზმში, მსოფლიო პერიფერიული მიდგომები, რაც თავზეა მოხოვილი, უნდა მოვიშოროთ. ჩვენ აღარ ვართ 90-იანებში, ჩვენ აღარ ვართ 2000-იანებში. დღეს სულ სხვა რეალობაა და ჩვენ თუ გვინდა გქონდეს ჩვენი ქვეყანა, ის კი არ უნდა ვაპიაროთ, რომ ვიღაცა ქართველი სადღაც დასაქმდა უცხოეთში, ან სადღაც ჩააბარა და ეს არის მიღწევა. მიღწევა არის ის, თუ რა გააკეთა ამა თუ იმ ქართველმა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის რა გაწირა, ან რა კარგი შედეგი დადო. და არა ის ჩვენი ტვინების გადინება, როგორ ემსახურება სხვა ადამიანების გამდიდრებას თუ სხვა ქვეყნების გაძლიერებას. მაგრამ თუ ქვეყანაში არ იქნება მშრომელი ადამიანები დააფასებული, ამ ყველაფერს ძალიან ეკარგება აზრი და ძალიან რთულია შემდეგ ამ თემებზე გააკეთო ნებისმიერი სახის აპელირება.